საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და დავიწყოთ რა თქმა უნდა ამერიკაში არსებული ვითარების მიმოხილვით, რომელიც ისევ და ისევ არის პოზიტიური, მოკლედ ბოლო 3 დღიანი ვოლატილობის შემდეგ ამერიკული საფონდო ბირჟა დაუბრუნდა ტრადიციულ აღმასვლის დინამიკას. უფრო კონკრეტულად ამ ეტაპზე S&P 500 ინდექსის შეფასება 0.36%-ით არის გაზრდილი, Dow Jones-თან პლუს 0.13 გვაქვს, Nasdaq-თან კი პლუს 0.71, საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა არის საკმაოდ დადებითი. აქვე კომპანიებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ყურადღების ცენტრში არის Broadcom-ი, რომელსაც ლამის 2.5%-იანი ზრდა აქვს, ასევე TSMC, რომელიც აგრეთვე 2.5%-ზე მეც აფიქსირებს მატებას, ასევე საკმაოდ კარგი შედეგი აქვს Meta-სა და Google-საც 1%-იანი ზრდით. საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა, როგორც ხედავთ, არის საკმაოდ დადებითი. სხვათა შორის Apple-ს ჰქონდა დღეს სიახლე, მან წარადგინა M5 თაობის კომპიუტერული პროცესორი, ასევე ახალი MacBook Pro, ასევე განახლებული Vision Pro, რომელიც M5 პროცესორით იქნება აღჭურვილი, მაგრამ აი ამ სიახლეების ფონზე მისი აქციების შეფასება სულ რაღაც 0.5%-ით გაიზარდა, რადგანაც ეს სიახლეები არ აღმოჩნდა ისეთი ინოვაციური და რევოლუციური, როგორც ამას ინვესტორები მოელოდნენ. შესაბამისად, კომპანიის აქციები არ ჩაუცვლელია, რადგანაც ინვესტორებს არ გონიათ, რომ ამ პროდუქტების ბაზარზე წარმოჩენით Apple-ის გაყიდვები მომდევნო კვარტალის განმავლობაში არსებითად შეიცვლება. მოკლედ უნდა ველოდოთ ისევ და ისევ მომავალ წელს, როდესაც წესით Apple დიდ განახლებებს გამოაჩენს. მანამდე აზიაში გადავინაცვლოთ, შანხაისთან გვაქვს მატება, როგორც ხედავთ, პლუს 1.21% გვაქვს აქ მატება, ნიკეისთან კი პლუს 1.76% აზიაშიც ინვესტორების განწყობა არის საკმაოდ დადებითი, რადგანაც გარკვეულწილად უკვე გაქარწყლებული არის იმის რისკი, რომ ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს დამატებით 100%-იან სატარიფო გადასახადებს დაუწესებენ. აქვე ნავთობზეც ვისაუბროთ, ის გაიაფებულია. ერთ კვირაში ვარდნა უკვე 6.5%-ია, ბრენდის ფასი $62, WTI კი $48.5 ივაჭრება. ბუნებრივი ერის ღირებულება ლამის უცვლელია, მეგავატი საათი ისევ და ისევ 22 ევროდ არის ბირჟაზე. ხომისეცდომე ოქროს, რაც შეეხება, ის გაწურებულია ამ ეტაპზე უნცია მეტალის ფასი შეადგენს, როგორც ხედავთ, $4,196, არადა დღის განმავლობაში ოქრომ რეკორდულ $4,200-იან ნიშნულსაც კი გადააჭარბა, როგორც ხედავთ, ერთ კვირაში მატება 4%-ია, ერთდღიან პერიოდში პლუს 57%. ვერცხლსაც ანალოგიურად კარგი შედეგი აქვს, ერთ თვეში მატება პლუს 23, ერთდღიან პერიოდში პლუს 65% და ამჟამად ოქროცა და ვერცხლიც იმყოფებიან ახალ რეკორდულ შედეგებზე. ვერცხლის ფასი კილოგრამზე დაახლოებით უკვე $1,700 ადგენს. ისტორიაში ვერცხლი ესეთი ძვირი არასოდეს არ ყოფილა, ეს კი ოქროსთან არსებული კორელაციით არის განპირობებული, რადგანაც ისტორიულად, როდესაც ძვირდება ოქრო, მაშინ ყოველთვის იმატებს ვერცხლის ფასიც. აქვე კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც დიდად გამორჩეული ტენდენციები ბოლო პერიოდში ვერ აქვს. კლება გვაქვს 2%-იანი დაახლოებით. ბაზრის საერთო შეფასება შეადგენს, როგორც ხედავთ, $3.870 მილიარდ. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის, როგორც ხედავთ, დაახლოებით $110,000, ეთერიუმი კი 4,000-იან ნიშნულსაც კი ჩამოწდა, კლება გვაქვს 9-დან 10.5%-ის ფარგლებში. კაპიტალიზაცია ამ ეტაპზე ეთერიუმის არის $480 მილიარდი, ბიტკოინის კი $2.9 მილიარდი. რაც შეეხება ლონდონის საფონდო ბირჟას და იქ განთავსებულ ქართულ კომპანიებს, ვარდნა აქ ისევ გრძელდება. დღევანდელ სავაჭრო სესიაზეც შემცირდა საქართველოს ბანკის აქციების შეფასება და ამ ეტაპზე გვაქვს -1.72%. TBC-სთან პირიქით ვითარება არის გამოსწორებული, დღეს ლამის 3%-იანი მატება ვიხილეთ, თუმცა თუ კი შედარებით გრძელვადი ამ პერსპექტივას დააკვირდებით, ნახავთ, რომ TBC-ს დიდად სახარბიელო და გამორჩეულად საქმე ნამდვილად არ აქვს, ვინაიდან მისი აქციების შეფასება დაბრუნებული არის უკვე ფაქტობრივად მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებთან. მთელი ამ პერიოდის პროგრესი ფაქტობრივად არის გამქრალი, ეს კი TBC-სა თუ საქართველოს ბანკის ინვესტორებისათვის, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს. აქვე ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ,
რომლის გაზრდა კურსით დღევანდელ საბაჟო სესიაზე დოლართან მიმართებით შეადგენს 2.71. ევროს გაზრდა კურსი ამ ეტაპზე გვაქვს 3.15, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.62. და ბოლოს უნდა ვისაუბროთ ფორსაიტზე და მის მიერ შემოთავაზებულ ფორსაიტის ლარის ფონდზე. ეს არის ძალიან საინტერესო შესაძლებლობა, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც თქვენ შეგიძლიათ ფონდში განათავსოთ თანხა, ამით მიიღოთ პერიოდული ფინანსური სარგებელი და რაც თავარია, გრძელვადიანად შექმნათ დოვლათი, თანაც სტაბილურად. სარგებლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს როგორც ხედავთ დაახლოებით 9%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აჭარბებს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.